მოგესალმებით. მინდა შევაჯამო განვლილი 5 დღე, ჩავარდნილი ნაცმაედნის 5-დღიანი ციკლი. მე პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მადლობა მინდა გადავხადო პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს, მადლობა მინდა გადავხადო თითოეულ პოლიციელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დღეების განმავლობაში მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. თქვენ მოგახსენებათ, რომ პირველი 2 დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები, მას შემდეგ გასული 3 დღის განმავლობაში ყოველგვარი ინციდენტების გარეშე ჩატარდა შესაბამისი მოქმედებები და კიდევ ერთხელ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოქმედებდნენ პოლიციელები. კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამისათვის. ერთხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპულად და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის რა თქმა უნდა ძალიან დასაფასებელი. ჩვენ წუხართ თითოეული დაშავებული პოლიციელის, მომიტინგის და ჟურნალისტის გამო პასუხისმგებლობას ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ. ასევე შეგახსენებთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ოფისებში იმალებოდნენ დიდარი NGO-ების ლიდერებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებების, ძალადობრივი ღონისძიებების მათ შორის მხარდაჭერაში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა დიდარი NGO-ების მიერ. რა თქმა უნდა, ოფისებში შემალული დიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მაგრამ ამ ფაქტზე კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება. ოპოზიციის ლიდერები და მათი NGO-ების ლიდერები იყვნენ ოფისებში შემალული ამ დღეების განმავლობაში, თუმცა პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად. ამ ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა და NGO-ებმა გაწირეს ათეულობით ადამიანი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის და სისხლის სამართლის საშუალისთვის. არიან ადამიანები, ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები, რომლებსაც ემუქრებათ მათ შორის რამდენიმე წლიანი სისხლის სამართლის საშუალება. ესეც არის, რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკოსების და პოლიტიკანების პასუხისმგებლობა. ამ დღეების განმავლობაში ამ ადამიანებმა იკეტრეს აბსოლუტურად ყველაფერი უკადრებელი, მათ შორის გადაწყვეტილდნენ ბავშვებსაც კი. თქვენ ხედავდით რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში. ამ კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართული როგორც რადიკალი პოლიტიკოსები, ასევე მათი მედია საშუალებები, სალომე ზურაბიშვილი, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ეს არის უბრალოდ ამორალური, რასაც ჩვენ ხედავდით ბავშვებთან მიმართებით მთელი ამ დღეების განმავლობაში. ამ დღეების მანძილზე უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც კი ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის მათ გამოიყენეს ბოლომდე საჯარო სამსახურში არსებული რესურსი. ამ რესურსის გამოყენება მათ შეეძლოთ მაგალითად ამ გაზაფხულზეც ან წინა გაზაფხულზე ან 2022 წლის ივნისშიც, თუმცა ხედავდით, რომ გარკვეულ რესურსებს იტოვებდნენ და ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის საჯარო სამსახურში, მათ გამოიყენეს სწორედ ამ დღეებში, თუმცა ხედავთ, რომ არც ეს რესურსი გამოადგა საბოლოო ჯამში ნაცმაედნის წარმატებისთვის. საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ წინა დღეების განმავლობაში საჯარო მოსამსახურეებს სამსახურიდან წამოსვლისკენ, ახლა პირიქით, მას შემდეგ რაც ჩავარდა ნაცმაედანი, მოუწოდებენ საჯარო მოსამსახურეებს, რომ არ დატოვონ საჯარო სამსახურები. ეს ქცევის ცვლილება თავისთავად მეტყველებს ბუნებრივია ყველაფერზე, თუმცა მე მინდა შეგახსენოთ, რომ თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჩვენ ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ყველას მოქმედებას და ყველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება. ეს რეაგირება იქნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ რეაგირება იქნება. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსასმენად მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წუხან ნაცმაედნის ცდილობის გამო და იმ ვითარების გამო, რომელიც შექმნეს რადიკალურმა პოლიტიკოსებმა ამ დღეების განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში. ამ ადამიანებმა ამ დღეების მანძილზე გამოიყენეს ყველა მეთოდი, რაც კი მათთვის იყო დამახასიათებელი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 9 წლის მანძილზე.
ეს იყო ადამიანის ღირსების ხელყოფა. თქვენ ხედავდით, როგორ მოქმედებდნენ ეს ადამიანები ამ დღეების განმავლობაში ადამიანების ღირსების წინააღმდეგ. ეს იყო ფიზიკური ძალადობა. როგორც იყენებდნენ ამ მეთოდს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ასევე მიმართავდნენ ამ მეთოდს ამ დღეების განმავლობაში უკვე ოპოზიციის რიგებიდან. ეს არის საჯარო სამსახურის პოლიტიზების მცდელობა. თქვენ გახსოვთ, თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული იყო საჯარო სამსახური მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ახლა ისინი ცდილობენ უკვე ოპოზიციის რიგებიდან საჯარო სამსახურის პოლიტიზებას. ეს არის განათლების სისტემის პოლიტიზების მცდელობა. თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული იყო როგორც სასკოლო ნაწილში, ასევე უმაღლესი განათლების სფეროში სისტემა. დღეს ისინი ცდილობდნენ ოპოზიციის რიგებიდან განათლების სისტემის პოლიტიზებას. ეს იყო ტელევიზიაში შეჭრა. თქვენ გახსოვთ, ეს იყო ერთ-ერთი მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, რამდენ ტელევიზიაში შეიჭრნენ, რამდენ ტელევიზიას დაეპატრონენ ისინი უკანონოდ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ახლა ისინი უკვე ტელევიზიაში შეჭრას ცდილობდნენ ოპოზიციის რიგებიდან. ეს იყო ბიზნესის ზეწოლა, გაუგონარი ლიბერალურ ფაშისტური ზეწოლა ხორციელდებოდა ბიზნესმენებზე ამ დღეების განმავლობაში და ბოლოს ეს იყო ომის იმიტაცია. თქვენ ხედავდით მაგალითად როგორი კადრები ვრცელდებოდა და ძალიან დიდი აჟიოტაჟით ავრცელებდა ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული მედია ამ კადრებს, ხო, როდესაც კონკრეტული მომიტინგეები ტყვიამფრქვევით ისროდნენ პიროტექნიკას პოლიციელების წინააღმდეგ და ომის იმიტაციით აჟიტირებული იყო სრულიად ნაცმოძრაობა და სრულიად ნაცმედია. ეს აჩვენებს რა თქმა უნდა მათ სახეს. ისინი რომ დაბრუნებული იყვნენ ხელისუფლებაში ამ 26 ოქტომბრის არჩევნების საფუძველზე, ეს ყველაფერი მოხდებოდა უკვე სრულიად სხვა მასშტაბებით, ხო, რაც ჩამოთვალე ადამიანის ღირსების ხელყოფა, ძალადობა, წამება, მკვლელობა, ეს იყო მათი ხელწერა, საჯარო სამსახური გახდებოდა სრულიად პოლიტიზებული განათლების სისტემა, ტელევიზიების მიტაცება, ახალი ტალღა გვექნებოდა ჩვენს ქვეყანაში, ბიზნესის რეკეტი და ომის იმიტაციის მაგივრად ჩვენ გვექნებოდა ომი ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მადლობა ღმერთს გამოვიდა არჩევნებზე 1,100,000 ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა არა ამ ყველაფერს, არამედ მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოებისთვის, ხალხისთვის იყო ძალიან უსიამოვნო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობის ყურება. 4 წელი გავიდა 2020 წლის ნოემბრიდან დღემდე და 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციის 4 მცდელობა, ნაცმაიდნის ორგანიზების 4 მცდელობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ძალიან უსიამოვნო. გარკვეული კითხვები ისმენბოდა ხოლმე ჩვენს ნაბიჯებთან დაკავშირებით, მათ შორის ამ კონტექსტში, თუმცა ერთი რამ მინდა შეგახსენოთ, ამ 4 მცდელობის მაგივრად რომ ყოფილიყო ერთი მცდელობა, მაგალითად ახლა ამ მცდელობის რესურსი იქნებოდა ბევრად უფრო ძლიერი. ახლა ჩანს, რომ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ რესურსი გაანიავეს დრო და დრო ამ 4 წლის განმავლობაში, შესაბამისად რევოლუციის მცდელობის მეოთხე ტალღა იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა შემთხვევაში. მაგალითად ამ აქციებზე თქვენ ხედავდით, რომ აღარ ჩანდა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც პომადას ისვამდა ტუჩსაცხს პოლიციების წინაშე, ან ყვავილით მისული ახალგაზრდა გოგონები, ან ქორწილიდან გამოქცეული წყვილი აქციაზე მისული, ან გაცვდა ყველაფერი, რაც აკერმანის სახელმწიფოებში ეწერა. მეოთხე მცდელობა, მეოთხე ტალღა რევოლუციის მოწყობის, ნაცმაიდნის მცდელობის იყო ბევრად უფრო სუსტი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვიდრე ის შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა შემთხვევაში. ლიბერალური ფაშიზმი, ეს არის შემდეგი თემა, რომელსაც მინდა შევახო, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა დღეს ჩვენს ქვეყანაში. ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე ტიპის იდეოლოგია, როგორც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ. თქვენ იცით, რამდენი ახალგაზრდა დაღუპეს თავის დროზე ამ იდეოლოგიით, ხო? მათ შორის ცნობილი სახეები, როგორც იყვნენ გიგლა ბერბიჭაშვილი და სხვები, ხო? ნებისმიერი ასეთი რადიკალური იდეოლოგია არის ძალიან სარისკო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის. აქედან გამომდინარე, მე მინდა მოუწოდო თითოეულ მშობელს მაქსიმალურად მოვარიდონ საკუთარი შვილები ნებისმიერ კერას, ლიბერალური ფაშიზმის ნებისმიერ კერას. ეს კერები არიან დაკავებული კონკრეტული საქმიანობით. ეს არის მაგალითად ნარკოტიკების თავსმოხვევა ახალგაზრდებისთვის. ეს არის არატრადიციული ინტიმური ურთიერთობების თავსმოხვევა და შემდეგ ამ ყველაფრის კომპრომატებად გამოყენება. ეს არის წყალბიფასეულობების ჩანერგვა ადამიანებისთვის, საკუთარ ოჯახებთან დაპირისპირება და ამ შემდეგ ამ ყველაფრის მსხვერპლი არის უამრავი ახალგაზრდა. საბედნიეროდ ისინი არიან უმცირესობა ჩვენ საზოგადოებაში, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენთვის თითეული
ადამიანი, თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით თითოეული ახალგაზრდა არის ძვირფასი. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მშობელს, რომ საკუთარი შვილები მაქსიმალურად მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთი თემა, რაც მინდა შევეხო, ეს არის კოლ-ცენტრების ჩართულობა ნაცმაიდნის ჩავარდნილ მცდელობაში. პირველ რიგში მინდა გავიხსენო ერთ-ერთი ქალბატონის Facebook პოსტი. ეს პოსტი მან მიუძღვნა გმირი პოლიციელების ცოლებს. მან მათ მიუძღვნა ოთარ ჭილაძის ცნობილი ლექსი, რომელიც იწყება სიტყვებით ჯალათის ცოლო. ეს სხვა ტერმინოლოგია გამოიყენა გმირი პოლიციელების ცოლების მიმართ. ამ დროს მე გეტყვით, ვინ არის ეს ქალბატონი? ეს ქალბატონი არის ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი კოლ-ცენტრის მფლობელის ცოლი. ეს ქალბატონი, რომელიც პოლიციელების ცოლებს უწოდებს ჯალათების ცოლებს, არის იმ ადამიანების ცოლი, რომელიც ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყნიდან. ანუ ყოლად ამორალური ქალბატონი, ყოლად ამორალური მეუღლის ცოლი და ის კადრულობს ასეთ რამეს. ასევე ეს არის ერთ-ერთი ცნობილი კორუმპირებული ბიზნესმენის შვილი, რომელმაც 90-იან წლებში კორუფციით იშოვა საკუთარი ფული. ასეთი ამორალური ადამიანები დღეს კადრულობენ და ჯალათის ცოლებს უწოდებენ გმირი პოლიციელების ცოლებს, ყველაფერზე მეტყოლებს თავისთავად ფაქტები. ასევე ერთ-ერთი კოლ-ცენტრის მფლობელის ცოლი, ანუ ყაჩაღის ცოლი, იჭრებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში და ასეთი არაერთი ფაქტი არსებობს, ანუ კოლ-ცენტრების ჩართულობა სხვადასხვა ფორმით იკვეთება ამ ჩავარდნილი ნაცმაიდნის, ასე ვთქვათ, მოვლენებში. ასევე კოლ-ცენტრებს ამუშავებდნენ არა ტრადიციული მიზნით, ანუ პენსიონერების გასაძარცვად ამ დღეების განმავლობაში, არამედ იმისათვის, რომ ზეწოლა განეხორციელებინათ საჯარო მოსამსახურეებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე და ბიზნესმენებზე. ანუ კოლ-ცენტრები და კოლ-ცენტრების თანამშრომლები ყავდათ ჩართული პირდაპირ ამ საქმეში. ერთი კარგი რაც მოყვა ამ ყველაფერს, არაერთი პენსიონერი, ევროპელი პენსიონერი გადაურჩა, გაძარცვას ამ დღეების განმავლობაში და შემოსავალიც მოაკლდათ კოლ-ცენტრების მფლობელებს, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ნაცმაიდანში მათი ჩართულობა იყო ძალიან ინტენსიური და აქტიური და მადლობა ღმერთს მათი ეს ცდელობა ჩავარდა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის გამოცდილებამ, რაციონალურმა აზროვნებამ და მოთმინებამ მოგცა უკვე რევოლუციის მეოთხე მცდელობის ჩაგდების შეასრულება ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ერთი რამ, ჩვენ წუხართ ვინმე ჩვენი გზავნილი არასწორად გაიგო, ევროინტეგრაცია რა თქმა უნდა გრძელდება. არავითარი შეფერხება არ იქნება ევროინტეგრაციის გზაზე, ევროინტეგრაცია გრძელდება პირიქით. მე შემიძლია შევახსენო ერთი რამ ევროპელ ბიუროკრატებს და პოლიტიკოსებს, მათ შორის იმათ, რომლებიც ხელოვნურად აფერხებენ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, დადონ მაგიდაზე მოლაპარაკების გახსნა და იმ დღესვე, იმ წამსვე ვაწერთ ხელს. შანტაჟის ნაცვლად საქმე შანტაჟის ნაცვლად და სამართლიანობა უსამართლობის ნაცვლად. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და მომავალშიც, რა თქმა უნდა, ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ საქმიანობას. ბუნებრივია ჩვენი მთავარი საგარეპოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია, მაგრამ მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ სამართლიანობით და მხოლოდ შანტაჟის გარეშე გავაგრძელებთ ჩვენ სვლას, რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენ და ევროპელმა პოლიტიკოსებმა ერთად უნდა აღუდგინოთ ევროკავშირის ქართული საზოგადოების თვალში შელახული რეპუტაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ 20 იანვრის შემდეგ ამ კუთხით გვექნება ძალიან სწრაფი პროგრესი. დიდი მადლობა. მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ტელეკომპანია იმედი ნინოარგულიანი, თქვენ კოლ-ცენტრები დღეს მეორედ ახსენეთ, გუშინაც ისაუბრეთ ამის შესახებ. იქნებ კონკრეტული გვარები გვითხრათ, ვის გულისხმობთ? მე მაინც მოვერიდები კონკრეტული გვარების დასახმელებას, დღეს საუბრობ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. დარჩენი არის გამოძიების საქმე. ერთი რაც უნდა ითქვას, ჩვენს იურისდიქციას ნაკლებად ექვემდებარება ამ საქმეების გამოძიება, გამომდინარე იქიდან, რომ მე ვსაუბრობდი არა საქართველოში შექმნილ კოლ-ცენტრზე, არამედ ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანაში, ეს არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანაში შექმნილ კოლ-ცენტრზე. თუ რაიმე კუთხით ქართული გამოძიებისთვისაც შეიძლება იყოს ეს ყველაფერი საინტერესო, ალბათ შესაძლებელია ჩართვა, მაგრამ ალბათ გამგები გაიგებს. ყოველ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელიც პოლიციელების ცოლებს უწოდებდა ჯალათის ცოლებს, ძალიან კარგად გაიგებს, რომ საუბარია მის მეუღლეზე, რომელიც ყაჩაღობს და რომელიც ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს.
მე მინდა გითხოთ მოსწავლეებთან და ახალგაზრდებთან დაკავშირებით თქვენს განცხადებაში ბევრჯერ ახსენეთ ისინი და მშობლებსაც მიმართეთ. დღეს ვნახეთ ჩვენ კონკრეტული ადამიანების სკოლებში ხმის გამაძლიერებლებით და მოწოდებები ბავშვებისკენ რომ ისინი დადგნენ ქუჩაში და ვნახეთ რომ ამ მოწოდებებს ისმენდნენ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე კლასელი ბავშვებიც. რასთან გვაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე და რა შეგიძლიათ თქვათ ეს არ იყო ალბათ პირველი და არც უკანასკნელი ასეთი ქმედება, ხედავთ რომ გრძელდება ასეთი მოწოდებები, რა შეუძლია პრემიერ-მინისტრი თქვას? ერთი სიტყვით რომ შევაფასო, ერთი სიტყვით ეს არის ფაშიზმი. მეტი არაფერი, ხო, სხვა არაფერი არ შეიძლება დაერქვას ამას. თან ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს არ არის ცალკეული ექსცესები, ცალკეული ადამიანების ინიციატივა, სალომე ზურაბიშვილი ჩართეს ამ ფაშისტურ, ასე ვთქვათ, ინიციატივაში და მთელი ნაცმოძრაობა თავის ტელევიზიებით იყო ჩართული შესაბამის პროპაგანდაში. ასევე თქვენ იცით, რომ ბავშვები ყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასრულინებდნენ, მათ შორის საგნებს პოლიციელების მისამართით. ერთ ბავშვს რო რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას? ჩვეულებრივი ფაშიზმია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სხვა შეფასება ამას, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მიეცეს. ასევე მინდა გითხოთ გუშინდელ თქვენ შეთავაზებაზე საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით არ ვიცი ნახეთ თუ არა გამოხმაურება გირჩი მიხეილ ჯანელიძე თინა ხიდაშელი აპირებთ თუ არა მათთან დისკუსიას და ვინ იყვნენ თქვენი განცხადების ადრესატები? ბრიფინგის დასრულებიდან ძალიან მალევე ჩვენ გამოვაქვეყნებთ ოფიციალურ განცხადებას, კონკრეტულ განცხადებას, სადაც შეგვიძლია მათ შევთავაზოთ კონკრეტული დრო და ფორმატი. შეიძლება ეს ადამიანებიც მოხვდნენ ამ კი, მათ სიაში? შორის ეს ადამიანებიც. და ვინმე არის ვინც არ ვიცით ამ სიაში არ არის და იყო უკვე პირადი კომუნიკაცია ადმინისტრაციის და ჩემი მიდგომა წინასწარ ვიტყვი არის ასეთი, არის ხო სამი სუბიექტი, რაც თქვენ ახსენეთ, ანუ ჯანელიძე, ხიდაშელი და გირჩი, არის ეს სამი სუბიექტი, მე მათ ვეტყოდი რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენგან შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება მათ შორის ძალიან 4 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს. დანარჩენს დავკონკრეტებთ განცხადებაში. ასევე მინდა გითხოთ ეუთო ოდირის ხელმძღვანელის წერილთან დაკავშირებით, რომელიც მზად არის საარჩეულ პარლამენტთან თანამშრომლოს აცლის თუ არა ეს ოპოზიციას ბრალდებებს არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რეალურად ყველა მეცის რომ ეუთო ოდირი არის მთავარი მისია, რომელიც აკვირდება არჩევნებს და რომელიც აფასებს არჩევნებს. ეუთო ოდირმა შეაფასა ეს არჩევნები როგორც კონკურენტული, დაიდო შესაბამისი დასკვნა, წინასწარი დასკვნა არის და როგორც მოგეხსენებათ, საბოლოო დასკვნა არ განსხვავდება ხოლმე წინასწარი დასკვნისგან და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო ოდირს ასეთი გამალებით ესხმიან თავს როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მათი უცხოელი მფარველები. მე შეგახსენებთ, რომ ეს თავდასხმა დაიწყო ჯერ კიდევ არჩევნების დღემდე. გამოიყვანეს ჯერ გახარია, შემდეგ გვარამია, დაიწყო, ასე ვთქვათ, თავდასხმა, ფონი მოუმზადეს არჩევნების შემდგომ თავდასხმას და შემდეგ უკვე ეს თავდასხმა გაგრძელდა არჩევნების შემდეგ. მე მახსოვს ნაცმოძრაობასთან დაკავშირებულმა ტელევიზიებმა ეთერიც კი გათიშეს, როცა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ეუთო ოდირის ბრიფინგი სხვა მისიებთან ერთად. იმდენად არ ესიამოვნათ და არ მოეწონათ ეუთო ოდირის შეფასება, რომ ეთერიც კი გათიშეს. გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე, ეუთო ოდირმა ობიექტურად შეაფასა არჩევნები და აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია, ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო, რა თქმა უნდა, ის წერილი, რომელიც მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა და სწორედ ამიტომ ესხმიან თავს ეუთო ოდირის ძალიან დროის განმავლობაში. ასევე მინდა გითხოთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ფრანგულ მედიასთან ის ამბობს, რომ სამართალდამცველები ნარკოტიკული ნივთიერებების დრობის ქვეშ არიან, ურიგებენ ამფეტამინს და სხვა ნივთიერებებს, რას ნიშნავს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის გარეთ ქვეყნის სამართალდამცველებზე ასეთ ინფორმაციას აჟღერებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია უთანაგრძოთ მას. მას აქვს დარჩენილი 4 პარასკევი და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მისი ემოციური განცხადებები არავისთვის არის გასაკვირი. კი, პოლიციელები მისი განცხადებით იყვნენ ნარკოტიკული ნივთიერების ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები. ყველამ დაინახა, ვინ იყო ფხიზელი და ვინ არ იყო ფხიზელი ამ დღეების განმავლობაში ამ მიტინგებზე.
მოგესალმებით, საუme გობროინტე ტელეკომპანია პოსტევი ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რომელიც ვრცელდება აქტიურად აქციიდან, აქციის მონაწილეები საუბრობენ სხერხულზე, ღიად საჯაროდ, ასე ვთქვათ, არაერთი მოწოდება გაისმა უკვე ამ ვიდეო ჩანაწერებში, მათ შორის ველოს წევრების ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი ძალადობრივ გეგმებზე საუბრობენ, 1-200 კაცი დახვდი და ჩახოცე ეს წინადადება გააჟღერეს მათ, ასევე საუბარია სხვადასხვა კუთვნილი ქონებების გადაწყვეტაზე. ამას როგორ აფასებთ? ერთი რომ ნაცმაიდანი ჩავარდა და ეს არის სასოწარკვეთილების გამოხატულება, პირველი რაც შემიძლია თქვა და მეორე ეს ყველაფერი მეტყოლებს რა თქმა უნდა მათ ბუნებაზე. რასაც აკეთებდნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ლელოც არის ნაცმოძრაობის ერთ-ერთი განშტოება, ხო? რასაც აკეთებდნენ რა ხელწერაც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, იგივე ხელწერა აქვთ დღესაც, იგივე ბუნება აქვთ, იგივე სულისკვეთება აქვთ და რა თქმა უნდა არავის უკვირს ასეთი ჩანაწერები. თუმცა რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ყველა შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ასეთი გეგმები ვერ აღსრულდება, არ უწერია არც ერთ ასეთ გეგმას აღსრულება. ერთიც მინდა გკითხოთ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამდებობის პირის განცხადება, რომელიც ილონ მასკთან ერთად ერთ-ერთ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს, სოციალურ ქსელში დაწერა ასეთი რამ, ციტირებ, ძნელი არ დაინტერესდე, რა წვლილი შეიტანა ნედმა ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოში, უკრაინასა და სირიაში. რას უკავშირებთ და როგორ აფასებთ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების ასეთ განცხადებებს? თქვენ იცით რომ წინა ადმინისტრაცია, უბრალოდ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ყველაზე მეტად უპირისპირდებოდა ჩვენთან ორ კანონს. ეს იყო გამჭრელობის შესახებ კანონი და ეს იყო LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი. დღეს უკვე დაანონსა ახალმა ადმინისტრაციამ, რომ თავად მიიღებენ კანონს, ანალოგიურ კანონს LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ, ძალიან მსგავს შინაარსი აქვს ამ კანონს და მეორე, პრაქტიკულად რაც შეეხება გამჭრელობის კანონს, ახალი ადმინისტრაცია თავად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც არის დაკავშირებული უცხოური დაფინანსების გაუმჭრელობასთან, მათ შორის თავიდან ბოლომდე ახალი ადმინისტრაციის გზავნილები არის სრულ თანხმედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ამყარებს ჩვენ რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ 20 იანვრის შემდეგ დამოკიდებულება, ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ თვისებრივად შეიცვლება, ჩვენ გვაქვს ღირებულებითი თანხმედრა და იმედი მაქვს, რომ ეს ღირებულებითი თანხმედრა საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სრულად გადატვირთვას ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში. მე ვფიქრობ, რომ ამის ძალიან დიდი პერსპექტივა არსებობს. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მოწადინებული, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები, ეს იყო სამწუხაროდ შეუძლებელი წინა წლების განმავლობაში. პირიქით ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ურთიერთობები გაუარესებულიყო. ახლა ვფიქრობთ, რომ არსებობს პოტენციალი ურთიერთობების გადატვირთვისთვის. მოგესალმებით, ალეკ გოგბეთაძე, ევრონიუს. ბატონო ირაკლი, როდესაც საუბრობთ სისტემურ წმენდასთან დაკავშირებით, ეს ერთგვარად აღიქმება თითქოს პოლიტიკურად არამხარდამჭერი მართველი პარტიის კადრებისგან უნდა გაიწმინდოს საჯარო სექტორი. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობთ სისტემურ წმენდაში და ხომ არ არის ეს ერთგვარი მუხარა საჯარო სექტორში დასაქმებულთა მიმართ? მადლობთ. მე სისტემური წმენდა არ მიხსენებია. არც სისტემური თვითწმენდა არ მიხსენებია, მე ვთქვი, არა, ერთი წამი, კაცო, დამაცადეთ, რომ დამაცადოთ, გაიგებთ, რასაც ვამბობ. თქვენ თქვით სისტემური წმენდა. ორივე სიტყვა იყო არასწორი, იმიტომ რომ მე ვთქვი სისტემის თვითწმენდა. ორივე სიტყვა არასწორად თქვით. ეხლა რაც შეეხება განსხვავებას სისტემურ წმენდასა და სისტემის თვითწმენდას შორის. სისტემური წმენდა არის ის, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება. და სისტემის თვითწმენდა არის სრულიად სხვა რამ. არიან ადამიანები, რომლებიც დაუპირისპირდნენ სახელმწიფო სისტემას და ეს არის სწორედ თვითწმენდა. არავითარი წმენდა აქ არ იქნება. საუბარი მაქვს სისტემის თვითწმენდაზე. სისტემური წმენდა არის ის, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება. ხო გასაგებია, სადაც არის სხვაობა. არა, საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტების თვითწმენდაზე. BMG თელარა გელანტია, რამდენიმე კითხვა მექნება ბატონო ირაკლი, თქვენ თქვით ახლა რომ ღირებულებითი თანხმედრა გვაქვს ჩვენ და ეს უზრუნველყოფს ურთიერთობის გადატვირთვასო იმედი გამოთქვით შეერთებულ შტატებთან და ალბათ მომავალში ევროკავშირიც იგულისხმოთ, იმიტომ რომ გუშინახს ევროკავშირის ლიდერადაც მოიხსენიათ, ხო სწორად მახსოვს რაღაც გამოგევიდათ ტრამპი. ჩემი კითხვა არის თუ 20 იანვრიდან ყველაფერი იქნება სხვანაირად, ამის მოლოდინი გაქვთ.
რატომ დაგჭირდათ 28 ნოემბერს ამ განცხადების გაკეთება, რომელიც ფაქტია და ამაზეც შეგეკითხებით შემდეგ და დღეს ამბობთ, რომ წუხართ ბევრმა ადამიანმა გაიგო სხვანაირად. აი, სად გეჩქარებოდათ, რა მოიგეთ? მე გეტყვით. ეს ორი თვე სწორედ გამომდინარე იქიდან, რომ იცვლება ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, იყო განსაკუთრებული რისკების შემცველი. ეს ორი თვე თქვენ ხედავთ, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს მაქსიმალურად ძიმე მემკვიდრეობა ამ რეგიონში. განსაკუთრებით რაც ხდება უკრაინაში, თქვენ ხედავთ, 3 წლის განმავლობაში რის უფლებასაც არ აძლევდნენ უკრაინას, ეს არის შორ დისტანციაზე რაკეტების გასვლა, იმის უფლება მისცეს ახლა. რატო? იმიტომ რომ უნდათ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვონ ძიმე მემკვიდრეობა. და ზუსტად იგივე რისკებია დაკავშირებული, რა თქმა უნდა, საქართველოსთან. ეს ორი თვე დეკემბერი, იანვარი იყო რისკებთან დაკავშირებული. აქედან გამომდინარე პირველ რიგში ჩვენ დეკემბერი იყო ყველაზე დიდი რისკების შემცველი. რა თქმა უნდა, დეკემბერში ვერავის ვერ მივცემდით ქვეყნის დაშანტაჟების საშუალებას. თქვენ ხედავდით, რომ აქციები არ დაწყებულა 5 დღის წინ. აქციები გრძელდებოდა უწყვეტ რეჟიმში და რატომ? რა იყო ამის საფუძველი? არც ერთი მთავრობა, არც ერთი ხელისუფლება არ აკეთებდა განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ევთოდირმა აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, არ კეთდებოდა განცხადებები და ამ ფონზე რადიკალური ოპოზიცია თბილისში აწყობდა პერმანენტულ აქციებს, კეტავდა ქუჩებს და ასე შემდეგ. ხო, ანუ შანტაჟი გრძელდებოდა. მაშკარად არ იყო ისეთი მასშტაბური, რასაც ბოლო 5 დღეა რამიშოლობებს ამზადებდნენ. ეს რესურსი ხომ მზადდებოდა. ეს პიროტექნიკა ხო ერთ დღეში არ შეუძენიათ ამ ადამიანებს. ეს საშუალებები ხო ერთ დღეში არ შეუძენიათ, ხო? ყველაფერი მზადდებოდა კონკრეტული თარიღისთვის. პიროტექნიკა სახაწოდად შემოაქვთ. არა, ეს იყო დაგროვილი პიროტექნიკა. კონკრეტული სუბიექტების მიერ დაგროვილი პიროტექნიკა და არა მარტო პიროტექნიკა, კონკრეტული NGO-ები ყიდულობდნენ სხვა აღჭურვილობებს, არა პიროტექნიკა სამშობლოში, არამედ სხვა აღჭურვილობებს. რისთვის აგროვებდნენ ამას? ესე იგი რაღაც იყო დაგეგმილი და რაღაც რო იყო დაგეგმილი, იქიდანაც ჩანდა, რომ არც ერთი ქვეყნიდან არ კეთდებოდა განცხადებები ლეგიტიმური არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამიტომ ეს ორი თვე იყო რისკებთან დაკავშირებული. ამ განცხადების შემდეგ რა განცხადებებიც კეთდება, ამით რამე მოიგეთ? ან თქვენ ან ლეგიტიმაციისთვის ხელისუფლებამ ნადრევად მოუწიათ ამ შემთხვევაშიც რესურსების განიავება და ყველამ დაინახა, რომ 20 იანვრამდე ვერავითარი ნაცმაიდანი ვერ შედგება და მე უკვე გადაიდურთება ურთიერთობები. კარგი. შეგეკითხებით კიდე სხვა კითხვა მაქვს. არჩევნების მერეც ელოდა ქართული ოცნება ურთიერთობების გადატვირთვას ბოლო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა იმედთან თქვა, რომ უკვე გქონდა კომუნიკაცია და არჩევნების შემდეგ შეხვდები ელჩთან იგანსო. იყო თუ არა ეს შეხვედრა? შეხვედრა არ შემდგარა. ეს არის საინტერესო დეტალი, რა თქმა უნდა, რასაც ვამბობთ, ზუსტად ამ სცენარში ხდება. მოქმედ ადმინისტრაციას აშკარად არ სურდა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა ელჩი არის დამოკიდებული იმაზე, რასაც ეთქვის მისი ადმინისტრაცია, ხო, ამაზე ელჩი არ იღებს თავად გადაწყვეტილებას. ეს ყველაფერიც არის იმის მანიშნებელი, რომ ყველაფერი არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. გრძელდებოდა შანტაჟი, არასწორი მიდგომით მოქმედება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოდიოდა და არჩევნების წინ პირდაპირ ხარდაჭერას უცხადებდა რადიკალურ ოპოზიციას და პირდაპირ ამბობდა იმას, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვლებოდა და არ მოვიდოდნენ ეს ადამიანები, მკვლელები და მწარმოებლები ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში მათთვის საქართველოს არ ქონდა. რატომ არ შეხვდა, რომ დავაკონკრეტოთ კონკრეტული პასუხებით მინდა წავიდეთ? არა, დღეს უკვე, რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ იყო კომუნიკაცია, გქონდათ სურვილი და არ შეხვდათ ელჩი. დღეს უკვე, არა, იმის მე არ ყოფილა კომუნიკაცია, მაგრამ დღეს უკვე მოქმედი ელჩი ელოდება ახალ ადმინისტრაციას და ახალი ადმინისტრაციის მანდატის შესაბამისად იმოქმედებს უკვე იანვრიდან. თავი ჩვენთვის არის რა რომ დეკემბერი არის უკვე გადავლილი, ნაცმაიდანი ჩავარდა და ყველაფერი მიდის ისე, როგორც ჭირდება ჩვენს ქვეყანას. 20 იანვრამდე გვექნება, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში სიმშვიდე და 20 იანვრიდან ახლა სიმშვიდეა ქვეყანაში, ბატონო ირაკლი. ეს ხო ნაცმაიდანი ჩავარდა, რაც თავარია, ხო პატარ გუდები შეიძლება იყოს, მაგრამ ნაცმაიდანი უკვე ჩავარდა, ხო? ყველამ დაინახა, რომ ნაცმაიდანი უკვე ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო კოორდინირებული მცდელობა საქართველოს გაეხვიათ არეულობაში, მაგრამ ნაცმაიდანი ჩავარდა. შესაბამისად, ჩვენ მშვიდად მივალთ საბოლოო ჯამში 20 იანვრამდე და 20 იანვრიდან ველოდებით გადატვირთვას. რაც შეეხება ჩვენს განცხადებებს, მინდა შეგახსენოთ კონკრეტულად რა განცხადებები კეთებოდა ჩვენი მხრიდან. არა, თქვენი განცხადებებს ვისმენთ
გისმენთ, ამიტომ ჩაგეკითხებით. თუ 20 იანვრამდე ამ მასშტაბის აქციები გაგრძელდა ქვეყანაში. დაივიწყეთ. როდის სრულდება? აი რაღაც ეს განცხადება რო გააკეთეთ, ალბათ რაღაც გათვლებიც გქონდათ, რომ რამდენ ხანში დაღლიდით ქართულ ხალხს, რა იფიქრეთ? ქართულ ხალხს? ხო. რომელ ქართულ ხალხს? ვინც დგას ქუჩაში? ძალადობრივ დაჯგუფებებს? ამდენი 1000 ადამიანი ძალადობრივი დაჯგუფების ნაწილი ვართ? ერთი წამი. თქვენ ხედავთ, რომ კლების ტენდენცია წამოვიდა უკვე გუშინდელი დღიდან, გუშინწინდელი დღიდან. უკვე წამოვიდა კლების ტენდენცია, რაც ხარ მოძალადეების რაოდენობაც წავიდა კლებისკენ, ხო, გუშინ, ამიტომ რესურსი, ძალადობის რესურსი იყო ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე მაგალითად 3 და 4 დღის წინ. და რაც ხარ ქართულ ხალხს, ქართული ხალხი დგას და ითმის იმ მსგავსობას, რაც ხდება დღეს რუსთაველის გამზირზე. საღამოობით 7 საათზე რუსთაველის გამზირზე ვინ დგას? ქართული საქართველოს მოქალაქეებით განან, მაგრამ ქართული ხალხის ძალადობრივი ჯგუფები? არა, არა. და ეს ადამიანები ამდენი ხანი იქ თუ დაიდგნენ და 20 იანვრის შემდეგაც დავუშვათ. ხო, ყველაფერი შეიძლება დავუშვათ. ერთი დაივიწყოთ, ეს არის დავუშვათ ტრამპის ადმინისტრაციამ, მოლოდინები თქვენი ვერ გაამართლა. დავუშვათ. მე რას ეუბნება ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება, ქართული. ეს არის, ნახეთ, ეს არის თქვენი ოცნება, რომ საქართველოში არეულობა გაგრძელდეს 20 იანვრამდე. მე გვპირდებით, რომ თქვენი ეს ოცნება არ შესრულდება. ანუ საქართველოში ხდება სიმშვიდე. ჩემი ოცნებაა, რომ ქვეყანა იაროს ევროპული გზისკენ იყოს სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა. დავუშვათ. ხო, შეიძლება რომ დავუშვათ ტრამპის ადმინისტრაციამ ვერ გაამართლა მოლოდინები. ან თქვენ გინდათ მაინც და მაინც იოცნებოთ ქვეყნისთვის საზიანო განვითარებას. გეგმა განვითარებას. ვერ რა გაქვთ, დავუშვათ ტრამპის ადმინისტრაციაც გლობალური ომის პარტიის ზეგავლენის ქვეშ რატომ ოცნებობთ უარესზე? რატომ ოცნებობთ ქვეყნისთვის უარესზე? გეგმა რატომ ამჟღავნებთ პირდაპირ იმას? არ უშვებთ არანაირად? თქვენ გინდათ ესე იგი რომ ასე მოხდეს. არ მინდა, არანაირად არ მინდა. მე მინდა რომ ხოლოს სიმშვიდე იყოს თქვენ გინდათ რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაგრძელდეს ის უსამართლო მიდგომა, რაც აქამდე ჩანდა, ხო? ეს გინდათ? ამას ხო დავაკონკრეტებთ. მე იმედი მაქვს, მე ამერიკის მაგალითად როგორ ველაპარაკო, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია იქნება უფრო სამართლიანი, ვიდრე იყო წინა. და თქვენ გაქვთ იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციაც იქნება ისეთი უსამართლო, როგორც იყო წინა. კი ბატონო. კიდევ ერთი კითხვა. მე გუშინ არ მაცადეთ და მინდა გავიხსენო ჩვენი გზავნილი რაც იყო. ჩვენ ვამბობდით შემდეგ რამეს. ვამბობდით, რომ 3 მოვლენა იყო მნიშვნელოვანი ურთიერთობების გადატვირთვისთვის. პირველი ეს იყო ქართული არჩევნები და დასრულდა. მეორე იყო ეს ამერიკული არჩევნები და პრაქტიკულად დასრულდა უბრალოდ ველოდებით ინაუგურაციას და მესამე ეს იყო უკრაინაში ომის დასრულება. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, მაშინვე ფიქრობთ, რომ თვისებრივად გადაიტვირთება. ესეც 2025-ში ხომ უნდა მოხდეს? კი. ხო. და თუ ეს თქვენი მოლოდინები და გეგმები, პროგნოზები არ გამართლდა და ქართული ხალხი ისევ ქუჩაში დადგა გაბრაზებული, გეგმა მოდით ვეცნებოთ უკეთესზე და არა უარესზე, როგორც თქვენ ვეცნებობთ, მადლობა. კი ბატონო. თქვენ თქვით, რომ წაკითხulis გააზრების პრობლემა აქვს იმ ადამიანებს სავარაუდოდ, ვინც გაემიჯნა 28 ნოემბერს თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართული ოცნების გადაწყვეტილების შესახებ. ჩემი კითხვა არის, როდესაც ამდენი 1000 მოქალაქე დგას ქუჩაში. BMG ვარ და შემიძლია ასევე ჩამოგითვალოთ 13 ბიზნეს ასოციაცია, ალბათ ეცნობით თქვენ სამ განცხადებებს, ვინც შეგახსენათ, ასე ვთქვათ, 78 მუხლი კონსტიტუციის. არასდროს ბანკები განცხადებებს არ აკეთებენ. ასოციაცია მაგალითად პარლამენტში შევიდა ოპოზიციის რიგებიდან და არის დარჩა 12, 13 იყვნენ. არა, ასეთივეა ეს ასოციაცია. ყველა, კარგად. გავაგრძელოთ. საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, ორბი ჯგუფი, ხშირად ვიწონებთ მათი პროექტებით თავს და ეკონომიკის ხერხემალი არიან, შეიძლება ითქვას ეკონომიკური ზრდის, რომლითაც თქვენ იწონებთ თავს. მაგთიკომი, სილქნეტი. ამ კომპანიებმაც შეგახსენეს 78 მუხლი კონსტიტუციის დაგმეს ძალადობა და თქვეს, რომ არ აქვს ალტერნატივა ევროინტეგრაციას და საქართველოს არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან. ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ და იცით ხომ ამ კომპანიების ბიზნეს ლიდერები ვინც არიან, ამ ადამიანებსაც ამ ხელა ბიზნესები შექმნეს კარგი განათლებით და მათაც პრობლემა აქვს წაკითხulis გააზრების. მე გეტყვით რა არის ამ განცხადების მიზეზი და ეს მიზეზი უკვე გითხარით ჩემს ბრიფინგზე. წაკითხulis გააზრების პრობლემა აქვს თუ არა ამ ბიზნესმენებს? კი თუ არა? პასუხობთ.
უკვე გითხარით რა არის ამ განცხადების მიზეზი. ამ შემთხვევაში მიზეზი არის არა წაკითხulis ვერ გააზრება, არამედ ის ლიბერალურ ფაშისტური ბულინგი, რომელიც ხორციელდებოდა ბიზნესმენებზე. გადაახვიეთ ჩემი ბრიფინგი და სწორედ ამაზე მქონდა საუბარი. ლიბერალური ფაშიზმი თუ რამეს დაესხა თავს, პირველ რიგში ეს იყო ბიზნესი, ესენი იყვნენ სპორტსმენები, ესენი იყვნენ ხელოვანები და შემდეგ კოლ-ცენტრებს ამუშავებდნენ. ერთ სპორტსმენს, მაგალითად, კონკრეტულ სპორტსმენს მიუვიდა 1000-მდე მესიჯი, ხმოვანი შეტყობინება WhatsApp-ზე, Facebook-ზე და სხვა საშუალებებით. ერთ სპორტსმენს 1000. ანუ კოლ-ცენტრები იყო ამუშავებული ამისათვის. იგივე ხდებოდა ბიზნესებთან მიმართებით. მიდიოდა პირდაპირი ზეწოლა და შანტაჟი ბიზნესმენების წინააღმდეგ. ეს არის შედეგი. კარგი. რას ეთქვით იმ ბიზნესმენებს და ესენიც ალბათ შეიძლება ამ დღების განმავლობაში შეხვდით კიდეც არა მედიისთვის, მაგრამ კომუნიკაცია გქონდათ და ნამდვილად მოლოდინები არ აქვთ კარგი. იმის გამო რაც ხდება ქვეყანაში და ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ ლარი არის ეკონომიკის თერმომეტრი და როცა ქვეყანაში რაღაცა ცუდად ხდება დროებითი თუ ხანგრძლივი ლარის კურსი ეგრევე აჩვენებს ამას და ეს აჩვენა კურსმა ხომ 6 და 7 თეთრით გაუფასურდა გუშინ ლარი რას ეუბნებით ამ ბიზნესმენებს და ასევე გაქვთ თუ არა რისკები დათვლილი ეკონომიკაში და ალბათ ეკონომიკური გუნდიც გეხმარება თამაში 20 იანვრამდე რამდენი მილიონით, მილიარდით შესაძლოა დაზარალდეს ქვეყნის ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები აი იმ გადაწყვეტილების გამო რაც თქვენ მიიღეთ და არ აქვს მნიშვნელობა ვიღაცამ სწორად გაიგო თუ არა გაქვთ დათვლილი აქაც თქვენ უარესზე ოცნებობთ მე მინდა გაოცნებოთ უკეთესად თქვენ მარტო კარგზე ოცნებობთ და რისკებს არ არა ჩვენ გაოცნებობთ შედეგებს გეტყვით ახლა რაც გვაქვს რისკებს არ ითვლით მაცადეთ გეტყვით რისკებს არ ითვლით მე კი არ ოცნებობ შედეგები რა გვაქვს იმას გეტყვით არა ბიზნესში რისკებს ითვლიან ხოლმე და ამიტომ გეუბნებით აი ჩაატარეთ ბრიფინგი მაშინ არა მე მინდა რომ კონკრეტულად მიპასუხოთ და თუ არ მიპასუხოთ იმიტომ რომ პასუხობ და არ მასწით ახალი პროექტი რო იწყება ქვეყანაში ბინას აშენებენ თუ ეს აშენებენ ეს მე დავსვავ კითხვას და თქვენ უპასუხეთ გინდათ ვერ პასუხობთ არა ხო და დადექით თქო რისკები თუ გაქვთ დათვლილი ხო და მაგასუხებინეთ მე მომაწყვეტინეთ მეუბნებით რომ ცუდზე ოცნებობ და არ ოცნებობ კითხვებს მომაწყვეტინებთ ესე იგი ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის ნაცმაიდნის მოწყობის 4 მცდელობა, ხო? ეს ხო ფაქტია. 2022 და მომავალზე ვისაუბროთ. 2022 წლის გეშინია პასუხის და კორექტულად გთხოვთ. გეშინია პასუხის. 2022 წლის ივნისში იყო ნაცმაიდნის მოწყობის პირველი მცდელობა, ხო არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და იყო ნაცმაიდნის მოწყობის პირველი მცდელობა, როცა NGO-ები, გარედან დაფინანსებული NGO-ები ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვეს თავრობის გადადგომა და თვითონ მოსვლა ხელისუფლებაში, ხო მინისტრები უნდა გამხდარიყვნენ NGO-შნიკები. შემდეგ იყო 2023 წლის გაზაფხულზე ნაცმაიდნის მოწყობის მეორე მცდელობა, 2024 წლის გაზაფხულზე იყო ნაცმაიდნის მოწყობის მესამე მცდელობა და ახლა ვიხილეთ ჩვენ ჩავარდნილი ნაცმაიდნის მეოთხე მცდელობა. ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში ქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. საშუალო ეკონომიკური ზრდა ამ 4 წლის განმავლობაში არის 9.8%, ანუ წინა 3 წლის იყო 9.8% და წლევანდელი საშუალო 10 თვის არის 10% ეკონომიკური ზრდა ფართო რეგიონში და ევროპაში ვართ პირველ ადგილზე. ვისი დამსახურებით? გამოცადეთ. ჩვენი დამსახურებით. ბიზნესმედია ვარ და ძალიან მიყვარს კონკრეტული კითხვების ხელისუფლების დამსახურებით. და ეს ხელისუფლება ქვეყანაში არის 12 წელია. კითხავთ რა, მოდი თუ საქმიანად საუბრობთ. ჯერ დამაცადეთ და მე რამდენიც კიდე იმდენი. არა, მაყურებელი ხო გვისმენს. ვინმე შეგიზღუდათ კითხვების დასმა, მაგრამ ნუ მიზღუდავთ პასუხის გაცემა. ადგილია სადაც სვამ კითხვებს, იმიტომ რომ ჩვენთან მინისტრები არ თუ ვერ მოდიან. თქვენ მიზღუდავთ პასუხის გაცემას. არც ერთი კითხვის დასმა თქვენ არ გეზღუდებათ, თქვენ მიზღუდავთ მე პასუხის გაცემას. თქვენ გიჭირთ კონკრეტული პასუხების გაცემა. კონკრეტული პასუხი ეს არ არის? არა. წარსულზე მიყვებით, მე გეკითხებით, გაქვთ თუ არა? გაქვთ თუ არა? დღევანდ მაგაზეც ვისაუბროთ, 12 წელზე ვისაუბროთ, აი 2012 წლიდან 2013 წლამდე ბატონო ისე არის ამონოთ ჩემი პასუხი, რომ არ გინდათ რომ დავამთავრებინოთ. ჩავგეკითხებით. დამბერდით რომ დავასრულებ და მე რე მკითხეთ, ხო? გპირდებით. ესე იგი, ნახეთ, წარსულზე კი არ ვამბობ, 4 წელიწადზე ვამბობ, ეს არის აწყო ჩვენი ქვეყნის, ხო? 4 წლის განმავლობაში იყო ნაცმაიდნის მოწყობის 4 მცდელობა და ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებით და ჩვენი საერთო პოლიტიკის დამსახურებით, მათ შორის იმის დამსახურებით, რომ ჩვენ ქვეყანას შეუნარჩუნეთ მშვიდობა. 9.8% იყო 3 წლის საშუალო, 21, 22, 23 წლები და ამ წლის საშუალო მაჩვენებელი 10 თვის არის 10% ეკონომიკური ზრდა. ევროპაში ამ ხელა ზრდა არ აქვს
არავის, ხო, ჩვენ 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა, რაც არის, საოცარი შედეგი, ხო, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება, სწორი მენეჯმენტის დამსახურება და მშვიდობის დამსახურება და სხვა მოვლენების დამსახურება ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად 4 ნაცმაიდნის ცელობის, ანუ გვაქვს ყველაზე მაღალი ეს ყველაზე მძიმე იყო აი კიდე არ მომთავრებინებთ. ეხლა რაც შეეხება ლარის კურსს. ლარის კურსთან დაკავშირებითაც 4-ვე ნაცმაიდნის პირობებში იყო მოკლევადიანი რყევა და შემდეგ ლარი დაუბრუნდა თავის პირვანდელ ნიშნულს, ხო? რატომ? იმიტომ რომ აქაც ჩვენ მუშაობთ ძალიან აქტიურად, ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როცა საქმე ეხება ლარის კურსის, ასე ვთქვათ, სტაბილურობას. უშინაც გაიყიდა ხო ჩვენ ინფორმაციით, ხართ ალბათ საქმის კურსში რეზერვები. კიდევ ერთხელ რეზერვები. გაიმერებთ, ნახეთ 4 წლის მანძილზე, ესეც იყო ერთ-ერთი მიზანი, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის, რომ ლარ შექმნა და პრობლემები ეკონომიკას ვერ მიაღწიეს. რა თქმა უნდა, რო არ იყოს ეს რადიკალიზმი ქვეყანაში, კიდევ უფრო მაღალი იქნება, პირველზე ისედაც ვართ, მაგრამ კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა ბუნებრივი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ 4 წელი არ დაასვენეს ჩვენი ქვეყანა. 3 წელია გვაშანტაჟებენ, ჯერ კანდიდატის სტატუსით და შემდეგ უკვე, რა ქვია, მოლაპარაკების გახსნით. თქვენ უბრალოდ ემარტივად წარმოიდგინეთ ასეთი სცენარი, რომ 2022 წელს დაიწყო ომი უკრაინაში, ხო და ამას მოყვა მთელი ეს უბედურება. ჩვენ თქვით რომ არ უერთდებოდით სანქციებს, ხო? თქვენ უნდა იცოდეთ რომ სანქციებთან მიერთება პირველივე წელს გამოიწვევდა მინიმუმ 10%-ით ეკონომიკის ვარდნას. და ამას ითხოვდნენ ჩვენგან. დახრულ კარს მიღმა ითხოვდნენ და შემდეგ ოპოზიცია დაგვიყენეს ქუჩაში და ეს მოითხოვეს. მერე მოითხოვეს მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში, დახრულ კარს მიღმა არ გავაკეთეთ ქუჩაში დაგვიყენეს, აქაც ოპოზიცია. მერე უკრაინის ხელისუფლებას ელჩი გააწვევინეს ჩვენი ქვეყნიდან. ხო, აი ხელოვნურად იქნებოდა თებერვალში მარტში არეულობა ჩვენს ქვეყანაში. მერე შეთავაზეს უკრაინას, როგორც მოგეხსენებათ, კანდიდატის სტატუსზე განაცხადი შეტანა, შევიტანეთ ჩვენს განაცხადი 4 დღეში აქედან, ხო? ანუ მარტის პირველ რიცხვებში შევიტანეთ განაცხადი. ამაზე მუშაობდა მთელი საჯარო სექტორი, მთავრობა, პარლამენტი, 5000 გვერდიანი დოკუმენტი მომზადდა. ჩვენი ქვეყანა ხომ იცით რომ უკრაინასაც და მოლდოვასაც ყველა პარამეტრი თუსრებს წინ. იგივე ეკონომიკა, დემოკრატია, ყველა თვალსაზრისით არ არსებობს პარამეტრი, რაში ჩამორჩებით უკრაინას და მოლდოვას. მარტში დაიწყო მომზადება დოკუმენტაციის. არა, არაფერი არ გრევია. მარტში დაიწყეთ მომზადება, დოკუმენტაციის მომზადება და შევიტანეთ ჩვენი განაცხადი ევროკავშირში, ხო, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. ივნისი დადგა, დაახლოებით 22 ივნისი იყო თვარსები და 22 ივნისს არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. არავითარი ახსნა დღემდე არ მოგვისმენია. ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემი კითხვის პასუხისკენ მიდიხართ? კი, რა თქმა უნდა. ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა სიმშვიდე, ხო, 2022 წლის ივნისი იყო, ომი იყო ახალი დაწყებული უკრაინაში და ვისაც უნდა და სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის ხოლმე უნდა გაფრთხილებოდა, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში სიმშვიდეს და მშვიდობას, ხო? რატომ თქვენ იცით, რატომ არ მოგვანიჭეს ივნისში კანდიდატის სტატუსი? არავის არ აქვს ამაზე პასუხი. ესე იგი, ვიღაცას უნდა რომ შანტაჟისთვის გამოიყენებინა ეს საკითხი. აქედან მოყოლებული წელიწადნახევარი ვიხვეწებოდით. მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი და მთელი პარადოქსი რა არის, იცით? ჩვენ ვიხვეწებოდით კანდიდატის სტატუსის მოცემას. არ გვაძლევდნენ და ჩვენზე ამბობდნენ პროევროპელები არ არიანო. ეხლა ამაზე მეტი პარადოქსი რა არსებობს. წელიწადნახევარი არ გვაძლევდნენ კანდიდატის სტატუსს და გვეუბნებოდნენ რომ თქვენ არ ხართ პროევროპელებიო. როცა ისინი არ გვაძლევდნენ კანდიდატის სტატუსს. ამოწურა თავის თავი კანდიდატის სტატუსმა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტმა და აქედან მოყოლებული სისხლი გაგვიშვა. ჩვენ კი არ გაგვიშვა, ჩვენ მოთმინების უნარი გვაქვს, არ დაგველევა, მაგრამ ქვეყანას გაუშვეს სისხლი. ევროპელმა ბიუროკრატებმა კონკრეტულმა და კონკრეტულმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საქართველოს და მოლდოვა. შევადაროთ ერთმანეთს. სანქციებს არ უერთდება, არის DST-ის წევრი, კორუფცია ყვავის, უბედურება ხდება მოლდოვაში, ინსტიტუტები არის უკიდურესად სუსტი. მოლდოვის პრემიერი აგერ გვიცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების განახლებაზე უნდა იფიქროს მოლდოვამ. 45% მოლდოვის მოსახლეობის უშუალოდ უჭერს მხოლოდ მხარს ევროკავშირის ინტეგრაციას, მაგრამ მოლდოვა არის დემოკრატიული ძლიერი და პროევროპული ქვეყანა და საქართველოს არა. ეს თქვენ უნდა განსაჯოთ, რატომ იცით? ნახეთ, აი ამ ყველაფერს უკავშირდება. მაგითკენ მივიდივართ. ამ ხელა ზეწოლას გაუცელით. ამ ხელა ზეწოლას და შანტაჟს. შევინარჩუნეთ 4 რევოლუციის წელობას გაუცელით. აი შედეგები მინდა რომ თქვენ გაანალიზოთ თქვენთვის რა. იყო ამ ხელა შანტაჟი, ამ ხელა ზეწოლა, ამ ხელა უსამართლობა.
მშვიდობის დარღვევის ცდელობა, პირდაპირ მოწოდებები აქეთკენ, ჩვენ მოახერხეთ რა? შევინარჩუნეთ მშვიდობა, გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, 40 მილიარდით გავზარდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ამ 4 წლის განმავლობაში, მაგრამ მაინც არ გვასვენებენ. ისევ შანტაჟი, ისევ უბედურება, ისევ არ მოლოცვა არჩევნების და ეს შემდეგ. თქვენ ხო ხართ ამ ქვეყნის მოქალაქე. მე მგონია რომ თქვენ აბსოლუტურად სოლიდარული უნდა იყოთ საკუთარი ქვეყნის მიმართ ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ვართ. უსამართლობის წინააღმდეგ. ჩემი კითხვა იყო, გაქვთ თუ არა დათვლილი და ალბათ ლევან დავითაშვილთან, ლაშა ხუციშვილთან გექნებოდათ კომუნიკაცია, რა ზარალი შეიძლება მიიღოს ქვეყნის ეკონომიკამ? მათ შორის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ნაწილში კიდევ რამდენი გაყიდვა შესაძლოა დასჭირდეს ეროვნულ ბანკს 20 იანვრამდე თუ ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი გაგრძელდა. რისკი დათვლილი გაქვთ თუ არა? მათ შორის ამ 4 წლის განმავლობაში რისკი დათვლილი გაქვთ თუ არა? ამ პერიოდის განმავლობაში მათ შორის ამ 4 რევოლუციის თელობის პირობებში ჩვენ რამდენი შევავსეთ ჩვენი რეზერვები ძალიან კარგად მოგეხსენებათ. გარკვეული ნაწილის დახატვა. ბატონო ირაკლი, მიპასუხეთ, გაქვთ თუ არა დათვლილი? მიდوار პასუხამდე, კაცო. ის კი იმ პასუხს ისე მორჩით არ მიხვედით და გამეორებოდ ამჭირდა. ყველაფერი გითხარით. არა, აბა რატომ სამახლა ამ კითხვას? მე რა გითხარით, იცით თავარი პასუხი რაც იყო? 4 რევოლუციის თელობის რისკები არ გაქვთ დათვლილი. ყველაფერი დათვლილი გვაქვს და ყველაფერი იქნება კარგად. აი ეს არის მარტივი პასუხი. თქვენ გინდათ მოკლე პასუხი, ეს არის მოკლე პასუხი. გრძელი არ გინდოდათ კი ბატონო, დაიტოვეთ მოკლე. აქვე დავაზუსტებ ეკონომიკურ ნაწილში 9.8%-ით გაიზარდა ბოლო 3 წელიწადშიო საქართველოს ეკონომიკა და ეს არის თქვენი სწორი პოლიტიკის დამსახურება ძირითადად, ხომ ასეა? ასე ამბობთ. და ასე შემდეგ. თქვენ თუ იცით 2012-19 წლებში, როცა ასევე ქართული ოცნება იყო ხელისუფლებაში, ახლები იყავით, ახალი გუნდით თუ ახალი ასე თქვა ხელისუფლებაში მოსვლის ემოციებით და ასეც არ გებრძოდათ არც დასავლეთი როგორც ამბობთ და ევროპელი ბიუროკრატები და არც ამდენი მაიდინის მოწყობის მცდელობა იყო. რამდენი პროცენტით იზრდებოდა საშუალოდ ქვეყნის ეკონომიკა წელიწადში? 2012-19 წელს. ამაზე ჩვენ გვისაუბრია არაერთხელ. 2013 20 წლები რო ავიღოთ 20 შათვლით თქვათ. 2013-20 წლის განმავლობაში გამოვიარეთ ორი კრიზისი. მეორე კრიზისი 2020 წელს უკავშირდებოდა COVID-ს და პირველი კრიზისი. არა, COVID-მდე პერიოდს პირველი კრიზისი 2012-19 წლებში რამდენით იზრდებოდა? პირველი კრიზისი დაკავშირებული იყო 2015-16 წლებთან, როცა იყო არა მარტო ეკონომიკური, არამედ ძალიან მძიმე სავალუტო კრიზისი მთელს რეგიონში. მათ შორის იმაზე მძიმე, ვიდრე ახლა ბოლო 3 წელია რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ. კი, უფრო მძიმე. კი, იმიტომ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მაგალითად ევროკავშირის ეკონომიკა რამდენი იყო და რამდენი არის ახლა. ევროკავშირის ეკონომიკა გეტყვით, მაცადეთ, ნახეთ, 2008 წელს, 2008 წლიდან დაიწყო მძიმე პროცესები ზოგადად და გაგრძელდა. არა, ხო, 8-ში დაიწყო და 2020 წლის ჩათვლით გაგრძელდა და ევროპაში კიდე ცალკე პრობლემებია, მაგრამ მთელ პერიოდზე 2008-დან დაიწყო ეკონომიკური პრობლემები და გაგრძელდა 2020-ის ჩათვლით. ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი რო აიღოთ და რო დაადაროთ საშუალო მაჩვენებლას. ჩვენ უფრო მაღალია. რატომ? იმიტომ რომ ზოგადად ევროპაში იყო კრიზისული პერიოდი, მაგრამ იქაც კი ჩვენ ვასწრებდით საშუალო მაჩვენებლას. ნებისმიერ დროს BMG-ზე თუ მოხვალთ, მეზობლად ვართ და უფრო ცლად ვისაუბროთ, არ შეიძლება ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკების ზრდის ტემპი შეადაროთ განვითარებადი ქვეყნების ზრდის ტემპს, მაგრამ ეს სხვა დროს იყოს ერთი წუთით კიდე დავიწყოთ. 19 მე დასვიტყვი. საშუალოდ 2.5-3%-ით იზრდებოდა 2012-19 წელში საქართველოს ეკონომიკა თქვენი ხელისუფლების პირობებში. შესაბამისად დასკვნა მარტო მიზეზი ქონდა. ახლა არანაკლები მიზეზი აქვს. უბრალოდ ყველა საერთაშორისო რეპუტაციული ორგანიზაცია, ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩვენს ეკონომიკას წაადგა, მაგრამ ამაზეც ესეც რომ იცოდეთ, ასე რომ ჩვენ თუ ანალიზებთ რაღაცებს, შეიძლება თქვენ არ რისკებს არ თვლით, მაგრამ ჩვენ კი მე მგონი ჩვენი ანალიზი უფრო სწორია, მაგრამ დავიტოვოთ ეს შემდგომისთვის. რა შეეხება ევროკავშირს, ნახეთ 2002 წლიდან 8 წლამდე, უბრალოდ ტენდენცია რო გაჩვენოთ. 2002 წლიდან 2008 წლამდე ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა. გადავთ ანუ რამ ხელას დაზია საუბარი 2002-დან 8 წლამდე. 2008 წლიდან რო ავიღოთ დღევანდელ წლამდე ევროკავშირის ეკონომიკა ანუ მაშინ გაიზარდა დაახლოებით 8 მილიარდიდან 16 მილიარდამდე დაახლოებით, ანუ ორმაგი ზრდა იყო ევროკავშირში. 8 მილიარდიდან გაიზარდა 16 მილიარდამდე, ტრილიონამდე ევროკავშირის ეკონომიკა. და ეხლა რომ ნახოთ ევროკავშირის ეკონომიკა არის დაახლოებით 17 ტრილიონი. 1 მილიარდით გაიზარდა დაახლოებით შეიძლება მილიარდ ნახევრით. რატომ? იმიტომ რომ ეს იყო საერთო ტენდენციები და ეს ტენდენციები რა თქმა უნდა აისახა ჩვენს ქვეყანასაც. ანუ მანამდე იყო
8 წლის ჩათვლით იყო დადებითი, 9 წლის ჩათვლით იყო 8 წლის ჩათვლით ბოდიში იყო დადებითი ტენდენციები, 2009 წლიდან 2020 წლის ჩათვლით იყო უარყოფითი ტენდენციები ყველგან და ეს რა თქმა უნდა ჩვენზეც აისახა. მაგრამ ჩვენ გვაქვს დღეს გამართული ეკონომიკური პოლიტიკა და ამის შედეგია ის, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 4 წელიწადში, იზრდება წლის ბოლოსთვის, იქნება 40 მილიარდით მეტი, ვიდრე იყო 4 წლის წინ და რა თქმა უნდა ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ეს ტემპები შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ეკონომიკური განვითარების. არა რატომ? პირველზე სანამ ხართ არ ვიცი. პირველზე არ ვარ, ცალკე არქივი ვართ და ბესიკის 4-ში შემიძლია იმას. პირველი დატოვეთ და გესტუმრებით. ჩვენ ესე არ მუშაობთ თქვენი პირობებით. კარგით, ერთ ზავას უსტებ კიდე ენკასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ არ გაქვთ კონკრეტული პასუხები და გასაგებია უკვე. ენკასთან დაკავშირებით კითხავთ 300 მილიონ დოლარზე მეტი გვექნება სავარაუდოდ გადასახდელი, თქვენც ისაუბრეთ ამაზე გუშინ, რადგან არბიტრაჟში დავაწავაგეთ. თქვენ ასევე თქვით, რომ კონტრაქტი იყო ძალიან გამართული, უბრალოდ საპროტესტო აქციები იყო და ამის გამო გაწყვიტა სახელმწიფომო. პირველ რიგში მაინტერესებს ასეთი მოწყვლადი უნდა იყოს სახელმწიფო, რომ პროტესტის გამო. არა და სწორედ ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც თქვენ დაარქვით რუსული კანონი. ამ პროტესტში, რომელიც იყო ამაზეც კითხავთ, მაგრამ იქამდე მიპასუხეთ. არ მოგწონთ ჩემი პასუხი. კონტრაქტი არ უნდა დაეწყვიტა ინვესტორთან? არა, ბატონო ირაკლი, მე ხო ეს უნდა მოვყვე მე და ნიუსად დავწერო და კონტრაქტის გაწყვეტა ენკასთან. იყო თუ არა შეცდომა იმ შედეგის გათვალისწინებით, რაც არბიტრაჟმა დაადგინა. გაწყვეტა კი არ იყო, ვეღარ გავაგრძელეთ კონტრაქტი, ეს სამხრივი გადაწყვეტილება კი არ იყო. არა, ენკა წავიდა არბიტრაჟში უბრალოდ თავა კონკრეტულ ბოდიში გიხდით, ბევრი დავას არბიტრაჟზე და შემეშალა. მაგრამ ჩვენ არ ვიწყედი, ანუ ეს პრინციპულია, ხო? ამიტომ ნახეთ რაშია საქმე. ამიტომ მივიღეთ სწორედ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რასაც თქვენ დაარქვით რუსული კანონი და თქვენმა ტელევიზიამ, ხო? სინამდვილეში გამჭვირვალობის კანონი მათ შორის ასეთი რისკების პრევენციისთვისაც არის განკუთვნილი. სწორედ იმიტომ რომ არ ქონდა ჩვენ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, გაბედეს უცხოეთიდან დაფინანსებულმა კონკრეტულმა ორგანიზაციებმა, NGO-ებმა, რომ ჩაეგდოთ ეს სტრატეგიული პროექტი ჩვენს ქვეყანაში. მაგის გარდა არის მაგალითად ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, როგორც არის კობი-ქვეშეთის გვირაბი. იმხელა წინააღმდეგობა იყო, კი ნაღამ ჩააგდეს ეს პროექტი უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-მა. ამიტომ გჭირდებოდა ჩვენ გამჭვირვალობის კანონი, რასაც თქვენ დაარქვით რუსული კანონი. რომ ასეთი სამარცხვინო ქმედებები მომავალში აღარ განხორციელდეს. თქვენ სახელმწიფოზე ისაუბრეთ და სწორი მინიშნება იყო. სახელმწიფო ძლიერი უნდა იყოს. მათ შორის უცხოური შავი დაფინანსების წინააღმდეგ, რომელიც უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომ ასეთი რაღაცები არ მოხდეს. ეხლა ვინ არის პასუხისმგებელი? ეს NGO-ები არიან პასუხისმგებელი ამ დაგესწრებულ თანხაზე? BMG მაშინაც ამბობდა, რომ სახელმწიფოს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ ინვესტორისთვის შეექმნა სათანადო პირობები, ამიტომ აქვე შეგახსენებთ შეიძლება ინვესტორი პირობებით 2021 პროტესტი ანუ არალეგიტიმური იყო? დიახ, მე ვფიქრობდი, რომ იყო. პროტესტი მე რატომ არ თქვით ეს პირველ სათვალო? შემიძლია გამოგიგზავნოთ ყველა სიუჟეტი, რომელსაც მაშინ მე ვამზადებდი და ჩემი გუნდი. თქვენ ამბობდით, რომ პროტესტი იყო არალეგიტიმური? კი, და ინვესტორი მადლობა, ნამახვანი აუცილებლად აშენდება. აუცილებლად უნდა ველოდებით თქვენს ხარდაჭერას. აუცილებლად ნებისმიერ დროს ეს იცით ლევან დავითაშვილმა ყველაზე კარგი. 2021-ში სუსის ანგარიშში ეწერა, რომ ჰესების წინააღმდეგ პროტესტის უკან იდგა რბილი ძალა. ნამახვანის кейსი იგულისხმებოდა 2021-ის ანგარიში და ეს NGO-ები იქნა მე ნახსენები. ეს თუ ყველაფერი იცოდით, რა საჭირო იყო გამჭვირვალობის კანონი, ან იქამდე თუ იცოდით, რომ რბილი ძალა მოქმედებდა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ასეთ პროექტს აფერხებდა. თუ იცოდით, რომ იქ პროტესტი დემონსტრანტების უკან იყო მართული იყო ის ხალხი. რა ვიცი, ახლა თუშლით ყოველ საღამოს საათში ერთხელ და გაზით წამლავთ ხალხს და იხრჩობიან, მაშინ რა გიშლიდათ ხელს? ეხლა ჩვენ რომ დაგვეწყო, თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ რომ მაშინ დაგვეწყო გამოძიება ამ NGO-ების წინააღმდეგ. ამას ხო დაერქმეოდა რუსული გამოძიება. სუსის ანგარიში ასე ხო არ ჩაიწერებოდა? არა, სხვა რამეს ვამბობ. ანუ კონკრეტული ქმედებები რომ დაგვეწყო კონკრეტული NGO-ების წინააღმდეგ. ამას ხო დაერქმეოდა რუსული გამოძიება. და ყველა ეს ტელევიზია დაარქმევდა ამ გამოძიებას, რუსულ გამოძიებას. რა შუაშია და იმაშია, რომ სწორედ ამ NGO-ების გამჭვირვალობას დაუპირისპირეს. შეგეშინდათ მაშინ? ვიფრთხილეთ, კაცო, შეგვეშინდა, რას ქვია? სიფრთხილე გამოიჩინა ქართულმა სახელმწიფომ. 400 მილიონი დოლარი უნდა გადავიხადოთ საქართველოს მოქალაქეებმა. არა, ჯერ ერთი დავაგრძელდება და დავას აუცილებლად გავაგრძელებთ ეს ერთი. მეორე, როცა საუბარია 300 მილიონზე,
აქედან ინვესტიცია, ანუ აქედან დაახლოებით 200 მილიონი არის უკვე განხორციელებული ინვესტიცია. ანუ ჯამში სახელმწიფო არ იზარელებს, რა თქმა უნდა, 300 მილიონს საუბარია დაახლოებით 1/3-ზე. ანუ ინვესტორს ინვესტიციის სახით აქვს ამ თანხის დიდი ნაწილი დახარჯული, ხო? ამიტომ, მაგრამ რა თქმა უნდა, გინდა 100 მილიონი და იყოს და გინდა 10 მილიონი, ეს არის რა თქმა უნდა სერიოზული ზიანი, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორებ, ჩვენ გვერდზიან სერიოზული ძალები. და სწორედ ამ სერიოზულ ძალებს დაუპირისპირეთ გამჭრელობის შესახებ კანონი. რომ ასეთი რაღაცები აღარ მოხდეს მომავალში. თანდათანობით ჩვენ უფრო და უფრო ძლიერდებით, როგორც სახელმწიფო. დღეს რომ ამ ჩვენ იმას, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს, ეს გამოიწვია კონკრეტულმა ქმედებებმა, რასაც უპირისპირდებოდა 4 ნაცმაიდნის ცდელობა ჩვენს ქვეყანაში. დღეს ვართ ბევრად უფრო ძლიერი, ამიტომ მომავალში ნამახვანი მარტივად აშენდება. რატო იცით? იმიტომ რომ მივიღოთ გამჭრელობის შესახებ კანონი, იმიტომ რომ 4 ნაცმაიდანი აღკვეთეთ და დამშვიდდება საბოლოოდ ჩვენი ქვეყანა. ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ ფიქრობდა, რომ კონტრაქტი არასწორი იყო და მას არ მოსწონდა ეს პირობები. ასევე 2019 რომელი ირაკლის დაგიჯეროთ? არა, ერთსამით რაც შეეხება ნამახვანს. კი, რაც შეეხება ნამახვანს, პრობლემა იყო, მე დეტალებში არ მინდა შევიდე. არა, მნიშვნელოვანია, უშინდელი პრემიერი ამბობს, რომ კონტრაქტი ცუდი იყო, დღევანდელი ამბობს, რომ გამართული იყო და ქართულმა ხალხმა უნდა გადაიხადოს 400 მილიონი. მნიშვნელობა, მე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას კი არ უპირისპირდები. კონტექსტია მთავარი. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ იყო პროტესტი, იყო რბილი ძალა, რაც დაგვიპირისპირდა და გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ არ იყო გამჭრელობის კანონი, მაშინ უფრო შედარებით სუსტი იყო სახელმწიფო. სჭირდებოდა თუ სუსმა იცოდა, რომ ამის უკან NGO-ები იყვნენ, სახელმწიფოს ბერკეტი არა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ NGO-ების წინააღმდეგ კონკრეტული ქმედებების განხორციელება. მაგალითად, NGO-ების წარმომადგენლები რომ დაგვეჭირა, პირობითად ვამბობ. კაი, ახლა კანონი რეაქცია როგორ იქნებოდა, ხოლმე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. თუ ფაქტები გექნებოდათ? არა, რასლავე, ფაქტები ქონდა გამჭრელობის კანონს რო ვიღებდით, მაგრამ დაარქვით რუსული კანონი. გამჭრელობის კანონი ხო ძალაშია. ვიღაცები თავისინებით დარეგისტრირდნენ და მაგრამ ის NGO-ები, რომლებიც ამდენ პრობლემას ქმნიან, თქვენი შეფასებით არა. რა ასეულოდებით? კანონი არ არის სრულად ამოქმედებული ამ ეტაპზე. მაგალითად, რატო არ მოითხოვეთ SAIA-სგან, TIA-სგან, რატო არ ითხოვთ? წინასაარჩევნო პერიოდი იყო რისკი სერიოზული იმის, რომ ვიღაცა შეიძლებოდა არჩევნების წინააღმდეგ სპეკულაციებისთვის გამოიყენებინა სრულად ამ კანონის ამოქმედება, ამიტომ იუსტიციის სამინისტროს მიდგომა იყო რბილი, რასაც ჰქონდა თავისი როდის დაიწყებთ გამოთხოვას, ანუ ნებით არ დარეგისტრირდნენ ფაქტია. რეალურად ალბათ უნდა დაიწყოს მალევე ეს პროცესი, იმიტომ რომ ამ NGO-ების გამჭრელობა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ინტერესებისთვის. ნახავთ. შეიძლება სხვა პროექტიც გაჩერდეს. ახალი შესულია ახალი იუსტიციის მინისტრი. არა, ვერც ერთი პროექტი ვერ გაჩერდება. ნამახვანიც აშენდება, სხვა ჰესებიც აშენდება. ჩვენი მიზანი არის ძალიან მკაფიო, ხო, რაც შეეხება ენერგეტიკას. ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის გავხდეთ სრულად თვითგმარი ქვეყანა ელექტროენერგიის ნაწილში, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გენერაცია უნდა გავზარდოთ 8000 მეგავატზე ზემოთ, 2028 წლისთვისა 10000 მეგავატზე ზემოთ 2030 წლისთვის. სრულიად კარგია, მაგრამ შედეგები არ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენ უკვე გენერაცია საქართველოში იყო 3600 მეგავატი და უკვე გახდა 3465 და უკვე გახდა 4600 მეგავატი, ხო? ანუ უკვე კარგი შედეგები გვაქვს. და პრაქტიკულად განვითარება არ იყო 2012 წლამდე ამ მიმართულებით და ჩვენ სერიოზულად უკვე გავზარდეთ გენერაცია, როგორც ხედავთ, ანუ 1000 მეგავატზე მეტით და ეხლა რაც არის უკვე დაკონტრაქტებული, გვაძლევს მყარად ამ დაპირების გაცემის საშუალებას, რომ 8000 გადავაჭარბებ თავისუფლად 2028 წელს. ამიტომ ყველაფერი კარგად მიდის. ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს თქვენი საპატიო თავმჯდომარე იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ქუჩაში? თქვენ გითვლით, რომ ვიღაცამ საკითხulis ძირითადად ამ ხალხს საკითხulis გააზრების პრობლემა აქვს, მაგრამ წამით მაინც არ დაგიშვიათ, რომ შესაძლოა თქვენ გქონდეთ აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების პრობლემა. ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს და ნიშვილი რას ფიქრობს? როცა შედგა ჩვენი განცხადება, რატო არის ამდენი ხალხი ქუჩაშიო ტელევიზორს როცა შედგა ჩვენი განცხადება, მთელი პოლიციაბჭო მონაწილეობდა ამ განცხადების ტექსტის შედგენაში. რა შეიძლებოდა მოყოლოდა? რა თქმა უნდა, ეს არა მარტო ეს ხო ისედაც დაგეგმილი იყო. კიდევ ერთხელ გაიმეორებ. რატომ არ შეწყდა პროტესტი არჩევნების შემდეგ? ელოდით ასეთ პროტესტს. ბიძინა ივანიშვილი ეს არ მოხდებოდა 20 დეკემბერს მოხდებოდა. აუცილებლად მოხდებოდა. ეს აუცილებლად მოხდებოდა, იმიტომ რომ ეს იყო დაორგანიზებული წინასწარ დაგეგმილი, რაც ვიცოდით. და რეალურად წინასწარ მოუწიათ იმის გასროლა, რაც უნდა გაესრულათ 20 დღე თქვიან. ნამდვილად ბოლო კითხვა, ხშირად არის ხოლმე, რომ ასეთი კრიზისების პერიოდში თანამდებობებიდან მიდიან ან უშვებენ
რა შემთხვევაშია, როდის შეიძლება გადადგეს ირაკლი კობახიძე? ნუ რამდენიმე ელჩი უკვე გადადგა, პრინციპში ამით შემოვიფარგლებით, მადლობა. Mr. Prime Minister, I'm from Reuters News Agency. Excuse me if I ask in English. Sorry. I would be grateful for an answer in English as well. You spoke about bringing to sort of criminal responsibility some of the organizers of the protests. I wonder if you could say, do you believe that Salome Zurabishvili should face some kind of criminal prosecution after she leaves office in next month? So first of all, that's not my responsibility. It's the responsibility of the relevant agencies. But I would not think about the current president of Georgia and this light. But finally, it's the responsibility of the relevant agencies. Mm-hmm. And could I say, you previously said there could be no talks with the opposition. How would you end the crisis in this country without speaking to the other side? So the attempt to organize the Maidan in Georgia is already over. I would call everybody to keep quiet, let's say, and to keep peace in this country. So we are responsible for that. I can assure everybody that there will be peace in this country. And who do you think should be prosecuted, if not? It's just a responsibility, it's the competence of the relevant agencies. It's not my responsibility to talk about that. There are the specific persons who committed crimes, possible crimes during these days, and so finally the prosecution agency, the prosecutor's office will make decisions about that. Thank you.